მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი არის და სხდომას გასწრებულად ვაცხადებ. კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილი არის ორი განსახილველი საკითხი. პირველი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები, დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენა, ასევე მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენა, ორივე საკითხთან დაკავშირებით მოხსენებელი გახლავთ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ და გთხოვთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ეხება დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას, რომელსაც თან ახლავს ცალკეული გამომდინარე კანონპროექტები. კანონპროექტის მომზადება ეხმიანება 2024 წელს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს, რომლის მიერაც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა შეფასდა როგორც არსებითად შესაბამისი ევროკავშირის სტანდარტებთან, თუმცა იყო გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები დიზაინის კანონმდებლობის ცვლილებების შეტანის თაობაზე იმ საერთაშორისო და თანამედროვე ტენდენციებთან დაახლოების მიზნით, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით მოქმედებს. აქედან გამომდინარე მომზადდა შესაბამისი ცვლილებები დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც იზიარებს 1998 წლის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის მოთხოვნებს დიზაინის სამართლებრივი დაცვის შესახებ და 2001 წლის საბჭოს რეგულაციას გაერთიანების დიზაინების შესახებ. ძირითადი ცვლილება არის ის, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია დიზაინის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირების უფლებები იყოს დაცული ადეკვატურად და ამავდროულად თავიდან იქნეს აცილებული ცალკეული ბიუროკრატიული ბარიერები, რომელსაც ისინი ამ სადაო ურთიერთობების პროცესში აწყდებიან. ამ თვალსაზრისით იზრდება საკპატენტის უფლებამოსილება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსი, რომელიც არსებითად განიხილავს ყველა იმ სადაო საკითხს დიზაინის ბათილაცნობას თუ მის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ სასამართლოს გზით შეიძლება დაინტერესებულმა მხარეებმა რომ იმსჯელონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს პროცესი საკმაოდ გაფართოებულია, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანი გრძელდება დავა სასამართლოში და რასაკვირველია, ეს კანონპროექტი არ ზღუდავს დავის სასამართლოში წარმართვის შესაძლებლობას მხარეებისთვის, თუმცა ამ კვაზი სასამართლო სისტემის მეშვეობით ადმინისტრაციული პროცედურებით ქმნის შესაძლებლობას, რომ თუ კი აქამდე არ არსებობდა ცალკეული ბათილაცნობის საკითხების განხილვის შესაძლებლობა საკპატენტში და მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით ყოფილიყო, საკპატენტშიც მოხდეს შესაბამისი დავის წარმართვა მხარეების მიერ და თუ ორივე მხარე თანახმა იქნება იმ გადაწყვეტილებაზე, სწრაფად მარტივად იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცვლილებები პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2 წლის წინ შეიტანა ასევე სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონშიც, სადაც გაიზარდა საკპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის უფლებამოსილებები და პრაქტიკამაც საჩვენა, რომ დაინტერესებული მხარეების ნაკადი სასამართლოდან შემდგომში მისამართდა საკპატენტში და დაკმაყოფილების მექანიზმით, გადაწყვეტილების განხილვის მექანიზმით და თვითონ საკპატენტის შესაბამისი უფლებამოსილებებით საკმარისად არის ამ შემთხვევაში დაკმაყოფილებული და ანუ თვითონ ეს რეფორმა წარმატებით მუშაობს, რის იმედიც არის ასევე დიზაინის შემთხვევაშიც. ეს გახლავთ, ასევე დამატებით აღვნიშნავ, რომ თვითონ აი ამ დირექტივებთან დაახლოების ვალდებულება არ გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან. ასოცირების შეთანხმების მიღმა, მის შესრულება საქართველოსთვის იყო ნებაყოფლობითი, ვინაიდან არ ჩაითვლებოდა ამ შემთხვევაში ასოცირების პირობების დარღვევა, თუმცა მთავრობის ინიციატივით ეს კანონპროექტი მომზადდა, ვინაიდან გაზიარებულია ის პოზიცია, რომ ის საუკეთესოდ და ოპტიმალურად იცავს დიზაინის სფეროში ჩართული პირების ინტერესებს. Akwai ჩაგეკითხებით მე მაინტერესებს, აი თქვენ ბრძანეთ პირველადი დავა, ანუ პირველადი დავის გადაწყვეტა მოხდება საკპატენტში, სანამ სასამართლოში წავა საქმე, ხო ესეა?
ამ შემთხვევაში თუ არის ბათილაცნობის საკითხი, ან პიროვნება, რომლის დიზაინი არის დარეგისტრირებული, გახდა სადაო სხვა პირის მხრიდან, ბათილაცნობის საკითხები განიხილება მხოლოდ სასამართლოში. პირს შეუძლია რომ მიმართოს საკპატენტს, საკპატენტი განიხილავს, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და თუ დააკმაყოფილა ან ბათილად იქნა ცნობილი ეს პროცედურა, მაშინ დიზაინი ბათილად გაუქმდება, შემოდის სპეციალური წარმოების პროცედურა, რომელსაც ეწოდება დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს იმას, რომ დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის პროცესში თავიდან გადის ყველა იმ პროცედურას, რასაც დიზაინის ექსპერტიზის დროს ხდებოდა, ანუ თავიდან მოწმდება ჰქონდა თუ არა სიახლე, იყო თუ არა ინდივიდუალური და ამ გამოკვლევის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით ან დიზაინი რჩება ძალაში, ან მისი ბათილად ცნობა და გაუქმება მოხდება. და ვის მიერ ხდება საკპატენტში საკითხის განხილვა სპეციალური ცოდნის მქონე პიროვნების თუ უშუალოდ საკპატენტის თანამშრომელი თუ როგორ არის გადაწყვეტილი? ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პროცედურა, როგორც მაგალითად ვარეგისტრირებს საკპატენტში კონკრეტულ სასაქოლო ნიშანს, შემაქვს განცხადება, მიმაქვს თანდართული საბუთები, ასევე ვახდენ, ამისათვის ვიხდი საფასურს, რაც შეეხება დავის პროცედურას, დავის პროცედურისთვის საკპატენტს აქვს სააპელაციო პალატა. სააპელაციო პალატა მართალია კომპლექტდება საკპატენტის თანამშრომლებისაგან, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მასში არ არიან ჩართული ის პირები, ვინც დიზაინის რეგისტრაციის პროცესში, როგორც საჯარო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ და აქედან გამომდინარე შესაბამისი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების პროცესი დაზღვეულია ამ თვალსაზრისით. გასაგებია, მადლობა. აი ამ პირველ საკითხთან დაკავშირებით ხომ არ არის კითხვები? თუ არ არის, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ მეორე საკითხზე. მეორე საკითხი გახლავთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონიც. ამ კანონპროექტის მომზადების კონტექსტიც იგივეა, კვლავ ევროკავშირის ანგარიში, კვლავ ამ შემთხვევაში ცალკეული რეკომენდაციები საავტორო და მომიჯნავე უფლებების დახვეწის თვალსაზრისით და ამ შემთხვევაში გაზიარებულია ევროკავშირის დირექტივა ელექტრონული კომერციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნეტ სივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლების დარღვევის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მექანიზმის შემოღებას კანონმდებლობით, რომელიც არ გულისხმობს არც სასამართლო, არც ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობას და შესაბამისი პასუხისმგებლობა შემოდის შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისათვის. ესენი გახლავთ შესაბამისი კომპანიები, რომელიც უზრუნველყოფენ ამა თუ იმ ნაწარმოების, რომელიც საავტორო მომიჯნავე უფლებებით არის დაცული განთავსებას ინტერნეტ სივრცეში და შემდგომში მისი მისაწვდომობა ხდება ადამიანებისათვის. კანონპროექტი ამტკიცებს ეგრეთ წოდებულ შეტყობინება აღების პრინციპს. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელიც საავტორო უფლებებითაც არის დაცული ესა თუ ის ნაწარმოები, მიმართავს წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილებით შუალედური მომსახურების მიმწოდებელს, რითიც ადასტურებს შესაბამის დოკუმენტით, რომ ამ შემთხვევაში ამ ინფორმაციის განთავსებით, ან ამ ნაწარმოების ინტერნეტ სივრცეში განთავსებით ირღვევა ამ პირის საავტორო და მომიჯნავე უფლება, ან ორივე ერთად. შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში ან შეზღუდოს წვდომა ამ ნაწარმოებზე გარე პირებისათვის, ან საერთოდ წაშალოს ის შესაბამისი სივრციდან. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში არის დაშვება, რომ შესაძლებელია პირი ითხოვდეს ისეთი ნაწარმოების წაშლას, რომელთანაც არანაირი ბმა მას არ გააჩნია, ანუ არ არის დაცული მის საავტორო ან მომიჯნავე უფლებით, გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული შეპასუხების მექანიზმიც იმ პირის მხრიდან, ვის მიერ დატვირთული ან დადებული ნაწარმოებიც იქნა ამ შემთხვევაში წაშლილი, ამ პირს ასევე ეძლევა შესაძლებლობა, რომ მიმართოს შესაბამის დასაბუთებული განცხადებით კვლავ შუალედური მომსახურების მიმწოდებელს, შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ამ ინფორმაციას გადაუგზავნის იმ საავტორო უფლების მფლობელს, ხოლო საავტორო უფლების მფლობელს ევალება უკვე 2 კვირის განმავლობაში წარმოადგინოს მის საავტორო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რითიც ნამდვილად დადასტურდება, რომ ამ პიროვნებას აქვს საავტორო უფლებები, რაც სასამართლოს მიერაც იქნა აღიარებული და დადასტურებული. აი 14 დღის განმავლობაში თუ შესაბამის დოკუმენტი იქნა წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში წვდომა ჩაიხსნება საერთოდ ეს საავტორო უფლებების მფლობელი ნაწარმოები შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე აღარ იქნება განთავსებული, თუ 14 დღე გავიდა ისე, რომ ამ პირმა არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტი, მაშინ მასზე წვდომა იქნება აღდგენილი. ესეც საკმაოდ მოქნილი მექანიზმია, იქიდან გამომდინარე, რომ მასში არ არის გათვალისწინებული საერთოდ არც ერთი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, შუალედური მომსახურების მიმწოდებლები, ესენი კერძო კომპანიები გახლავან, თუმცა იმისთვის, რომ ქმედითი იყოს მექანიზმი, კანონი ითვალისწინებს შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობასაც, თუ ამ შეტყობინების საფუძველზე
ისინი არ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას ან საპასუხო შეტყობინების საფუძველზე კვლავ ადეკვატურ რეაგირებას, ეს მათი მხრიდანაც ჩაითვლება საავტორო უფლებების დარღვევად, რაც ქმნის იმის მექანიზმს, რომ მონაწილეები იყვნენ შუალედური მომსახურების მიმწოდებლები და ასევე დაინტერესებული იმით, რომ მოხდეს ამ შემთხვევაში საავტორო უფლებების უფრო ეფექტიანად დაცვა და მხარის შესაბამისი ინტერესების უზრუნველყოფა. დიდი მადლობა, მე მინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას ამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, ვინაიდან მოგიხსენებათ ამ უკანასკნელ პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით განვითარდა სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტის მიმართულებით ძალიან გახშირდა ინტელექტუალური საკუთრების და საავტორო უფლებების ასე ვთქვათ დარღვევის ფაქტები, ამასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ სანამ აღნიშნული ინიციატივა შემოვიდო და მე შევხვდი არაერთ ჩვენს სახელოვან ხელოვანს და ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გარკვეული წუხილები და ძალიან მიხარია, რომ ეს მეტად საჭირო ინიციატივა შემოვიდა პარლამენტში. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით და შეიძლება ითქვას, რომ ესეც გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვანების უფლებები იქნას დაცული და მათ ერთადერთი კაპიტალი, რაც გააჩნიათ, სწორედ არის მათ მიერ შექმნილი პროდუქტი. და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ფიქრობს და კონკრეტულ ნაბიჯებს დგავს. მე ამ შემთხვევაში მექნება ერთი დამაზუსტებელი კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინტერესებს სწრაფი რეაგირების მექანიზმი, თქვენ ბრძანეთ, აი ვის ევალება ამ მიმართულებით აღსრულების პროცესის უზრუნველყოფა. თავად ავტორი ახდენს მიმოწერას თუ ავალებს ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია აკეთებს ამ პროცესს. თავისთავად იმდენად მარტივი პროცედურაა ეს, რომ ავტორსაც ყოველგვარი დამატებითი დახმარების გარეშე, მინდობილობის ან შესაბამისი ორგანიზაციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლია თავადაც მისწეროს, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის ამ შესაბამის უფლებამოსილებას, მის ფლობას საავტორო ან მომიჯნავე უფლების და უკვე ავტომატურად პასუხისმგებელი ხდება შუალედური მომსახურების მიმწოდებელი, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ერთადერთი რაღაც სპეციალური ფორმაც არ არსებობს, ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ მოთხოვნა იყოს ფორმულირებული სწორად, ანუ მითითებული იყოს, სად არის განთავსებული ეს შესაბამისი ნაწარმოები და რა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი საავტორო უფლება ამ შემთხვევაში ირღვევა. არანაირი ზეპირი განხილვა, მოსმენა და ამიტომაც არიან ესენი კერძო ორგანიზაციები და არ არის ეს პროცესი გადატანილი რომელიმე ადმინისტრაციულ ან სასამართლო ორგანოში და ეს ორგანო უკვე შუალედური მომსახურების მიწოდებელი შესაბამისი სტრიმის თუ ქსელის მფლობელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გავრცელებას, ავტომატურად ხდება ვალდებული, რომ კანონში ჩანაწერიც გვაქვს, რაც სტანდარტია, რომ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ანუ ივარაუდება, რომ იმავე წუთში უნდა მოხდეს წესით რეაგირება, მაგრამ ვითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლებელია მოთხოვნა ბევრი იყოს, იმ განცხადების დამუშავებას დრო დაჭირდეს, მაგრამ 24 საათი არის ყველაზე მაქსიმალური დრო, რაც იქნება ამ შემთხვევაში სტანდარტის დაცვით, თუ მოხდება ამ შესაბამისი ნაწარმოების აღება ან მასზე წვდომის შეზღუდვა. პირობითად ავტორი მიმართავს აიპოას თუ საკპატენტს, აი მეტი სიცხადისთვის რო ვთქვათ. თავის არ მიმართავს, მაგალითად მიმართავს უпроსტորეთ როგორ არ მიმართავს არც ამ ორგანიზაციას, კოლექტიური მმართველ ორგანიზაციას, არც საკპატენტს მიმართავს უშუალოდ წვდომას ვინც უზრუნველყოფს. მაგალითად მიმართავს სილქნეტს ან YouTube-ს ნაკლებად უბრალოდ სილქნეტმა რომ უზრუნველყოს YouTube-ის მხრიდან შესაბამისი რეაგირება ან საქართველოს ტერიტორიაზე მისი გავრცელების არეალის შემოზღუდვა ამ შემთხვევაში. ანუ ვინც უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მიწოდებასაც. საუბარი არის კერძო კომპანიებზე, არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოზე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ. აი შუალედური მომსახურების მიწოდებლებზე, რომელიც ელექტრონული კომერციის კანონის მიხედვით ახდენენ ან ქეშირებას, ან ჰოსტირებას და ასე შემდეგ შესაბამისი ნაწარმოების. მადლობა. მე არ მაქვს მეტი კითხვა, ბატონო ზაზაკტო. მადლობა ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მინდა მხარი დაგიჭიროთ, რა თქმა უნდა და მადლობა უთხრა მთავრობას ამ კანონების შემოტანისათვის და რა თქმა უნდა მხარს დაუჭერთ. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კანონების ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის კანონებთან. თქვენ სიტყვაში ბრძანეთ, რომ ეს ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და ჩვენ მზათა ვართ, რა თქმა უნდა, კომიტეტმაც და სრულად პარლამენტს სასესიო სტომაზე მხარი დაუჭირთ მთავრობის ამ ორ შემოთავაზებას.
ამის გარდა თუ არსებობს კიდევ ევროკომისიის მოთხოვნები, აი კულტურის მიმართებითაც თუნდაც რაც გვაქვს შენიშვნებში ან რეკომენდაციებში ევროკომისიიდან ჩვენს ქვეყანას. ზოგადად ეს პროცესი, ასე ვთქვათ, დაახლოების პროცესი დინამიური პროცესია, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვსაუბრობთ არა იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმებით იკისრა, რაც არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ფორმალურ ვალდებულებასაც წარმოადგენს, არამედ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც სამართლებრივი მბოჭავი რეაგირების მექანიზმი არ არსებობს რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად წინ არის წასული ყოველ შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის სფეროში შესაბამისი კანონმდებლობა. ამ შემთხვევაში ხაზი იმასაც უნდა გაიცნოს, რომ როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში საუბარი გვაქვს ზუსტად იმ დირექტივებზე, რომელიც არც ერთი მათგანი არ არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დოკუმენტები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოტივი გახლდათ მთავრობის თითოეული წევრის ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ადეკვატურ მექანიზმებს გვთავაზობენ, იმის მიუხედავად გათვალისწინებულია თუ არა ასოცირების შეთანხმება, რადგან ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას, ინტელექტუალური პროდუქტის წესების შესაბამისად კომერციალიზაციას, ყოფილიყო ის მხარდაჭერილი და ყოფილიყო წახალისებული ასევე. მადლობა. თუ არის კითხვები, თუ არ არის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, რომ პირველი მოსმენით კენჭი უყაროთ კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს ცალ-ცალკე. შესაბამისად კომიტეტი პირველ საკითხს, კერძოდ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, სახელმწიფო ბაჯის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით გთხოვთ უყაროთ კენჭი. ასევე მეორე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით გთხოვთ უყაროთ კენჭი. შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილ ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე პირველი მოსმენით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება. თუ არ არის სხვა მოსაზრებები, მაშინ სხდომას დახურულად ვაცხადებთ. დიდი მადლობა.